ისლამ მახაჩევმა ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნა 17 გამარჯვებას ზედიზეთ. აი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის ხვდებოდა როგორ მოიპოვა ეს ყველაფერი, იწვა, იდგა, ჩხუბობდა თუ რას აკეთებდა. 17 გამარჯვება UFC-ში ეს არის აი ძალიან მაგარი შედეგი. აი მერაბდვალიშვილი რა ახლოს იყო ამ ყველაფერთან, რა ახლოს. ნუ მოკლედ. ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა ისლამ მახაჩევმა და დღეს განვიხილავთ UFC 320-ს. კი, რაღაცა კითხვები არის ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. იან მაჩადო გერის და ისლამ მახაჩევის შორის ბრძოლა, ჩემი აზრით, იყო რაღაცა საჭადრაკო მატჩი, სადაც ყველაფერი იყო ისე გათვლილი, რომ არც ერთი მებრძოლი არ რისკავდა. ნუ ისლამ მახაჩევი გვესმის, რომ არ გარისკავდა, მაგრამ იან მაჩადო გერის არ რისკავდა თავიდან. მერე კი დაიქოქა. მოკლედ, დღეს განვიხილავთ UFC 320-ს. სადაც ძალიან მაგარი ჩხუბები იყო, განსაკუთრებულად პრელიმებში და ასევე მთავარ ხარჯში. უამრავ ანდერდოგმა გაიმარჯვა, ძალიან ბევრი ნოკაუტები და საბმიშენები იყო, ასე რომ დარჩით ამ ვიდეოზე, გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორია კომპანია Globally და თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს VASIL300, მიიღებთ $300 ფასდაკლებას თქვენი მანქანის ტრანსპორტირებაზე. მე კიდევ ვიწყებ UFC 320. UFC 320-ის ტურნირი იხსნება ქვესაშუალო წონის 77 კილოგრამამდე დაპირისპირებით. ამერიკელი მებრძოლი ჯერემაი უელსი ყირგიზეთის წარმომადგენლის მიკტიბეკ ოროლბაის წინააღმდეგ. უელსი ამ ბრძოლას უდიდესი ანდერდოგის სტატუსით შეხვდა. მის გამარჯვებაზე კოეფიციენტი 8-ს აღწევდა. ბრძოლის მომენტისათვის მისი პროფესიონალური რეკორდი 14 მოგებასა და 4 მარცხს შეადგენდა. ხოლო UFC-ში ჩატარებული 7 შერკინებიდან 5-ში გამარჯვება მოიპოვა და 2-ში დამარცხდა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ოროლბაის რეალური 1-1 კოეფიციენტი ჰქონდა. ეს მებრძოლი ოქტაგონზე 2023 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 6 ბრძოლაში ტოტალური დომინაცია აჩვენა. მის ანგარიშზე 5 მოგება და მხოლოდ 1 მარცხია, მატეუშ რებეცკისთან საჭდა გაყოფილი გადაწყვეტილებით. ხოლო მიკტიბეკის საერთო პროფესიონალური რეკორდი 16 გამარჯვებასა და 2 მარცხს ითვლის. თავად ბრძოლამ საჯების გადაწყვეტილებამდე არ მისულა. პირველ რაუნდში უელსმა ძალიან აქტიურად დაიწყო და რამდენიმეჯერ კარგათაც მოარტყა თავის მეტოქეს. თუმცა ოროლბაიმ შეძლო ამერიკელის პარტერში გადაყვანა და 3 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად ინარჩუნებდა დომინანტურ პოზიციას. რის ხარჯზეც საწყისი რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდიც ანალოგიური სცენარი წარიმართა. ჯერემაი კვლავ წინ წავიდა, კვლავ უკეთესი იყო დგომში, მაგრამ მიკტიბეკმა ისევ შეასრულა ტეიქდაუნი და ბრძოლის სურათიც განმეორდა. თითქმის მთელი მონაკვეთი ოროლბაი პარტერში დომინირებდა, ცდილობდა ხელზე მტკივნეული ილეთის გაკეთებას, ურტყავდა მუხლებს და მთლიანად აკონტროლებდა შერკინების მსვლელობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამებზე უელსმა ფეხზე წამოდგომა მაინც მოახერხა, ეს რაუნდიც ცალსახად ყირგიზი მებრძოლის ყულაბაში წავიდა. და მესამე მონაკვეთში მოხდა ის, რასაც აბსოლუტურად არავინ ელოდა. მებრძოლები დარტყმების გაცვლაში ჩაერთნენ, სადაც უელსის მუშტები ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა. ერთ მომენტში მიკტიბეკი მეტოქეს ფეხებში შეუვარდა და მის პარტერში გადაყვანას შეეცადა, მაგრამ ჭიდროდ გილიოტინაში მოყვა. უელსმა წამიერად გამოიყენა შანსი, მაქსიმალურად მაგრად შეკრა ილეთი და ოროლბაი ფაქტობრივად გათიშა. ანდერდოგის წარმოუდგენლად ეფექტური გამარჯვება ბრწყინვალე საბმიშენით. გამარჯვების მერე კი ჯერემაი უელსმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. Oh my goodness. Oh my goodness. He's out. He's out. Go. Pull it out. Pulled it out. Oh my goodness. The underdog jump. Oh my goodness. The ultimate rally. Oh my goodness. Due to a guillotine choke. კვლავ ქვესაშუალო წონა, სადაც ოქტაგონზე ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების 2 წარმომადგენელი, ნილ მეგნი და რამის ბრაჰიმაი დაუპირისპირდნენ. ნილ მეგნი ნამდვილი ვეტერანია, ის პროფესიონალურ სპორტში 2010 წლიდან გამოდის, ხოლო UFC-ში 2013-დან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ამ მებრძოლს 36 შერკინება აქვს ჩატარებული. ნილს დივიზიონის თითქმის ყველა ტოპთან აქვს ნაჩხუბი, კარლოს პრატესი, მაიკლ მორალესი, შავკატ რახმონოვი, იან მაჩადო, გერი, გილბერტ ბერნსი და მრავალი სხვა ტოპი.
დიახ, მისი რეკორდი იდეალური არ არის 32 მოგება და 15 მარცხი, მაგრამ ეს კაცი უბრალოდ არ ბერდება. ის უკვე თითქმის 40 წლისაა, თუმცა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და რაც თავარია უმაღლეს დონეზე კონკურენციას კვლავ დამაჯერებლად განაგრძობს. თავის ბოლო შეხვედრაში ნილი იაროსლავ ამოსოვთან დამარცხდა და ახლა ოქტაგონზე ამ მარცხის გასანეიტრალებლად გამოდის. რაც შეეხება მის ოპონენტს რამის ბრაჰიმაის, ეს მებრძოლი ძირითადად პარტერზეა სპეციალიზირებული, თითქმის ყველა გამარჯვება მან საბმიშენებით მოიპოვა. 2020 წელს UFC-ში გადმოსვლამდე ის LFA-ის ლიგაში ასპარეზობდა, მისი საერთო პროფესიონალური რეკორდი კი 13 მოგებასა და 6 მარცხს ითვლის. ახლა კი უშუალოდ ორთაბრძოლაზე გადავიდეთ, რომელიც 2 რაუნდი გაგრძელდა. სპორტსმენებმა დაპირისპირება დგომში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მალევე ბრაჰიმაიმ ბრძოლა მიწაზე გადაიტანა, სადაც გონგამდე ზემოდან დომინანტურ პოზიციაში იმყოფებოდა. მას მახრჩობელაილეთის შესრულების მცდელობებიც ჰქონდა, თუმცა კონკრეტული არაფერი გამოვიდა და საწყისი მონაკვეთი უბრალოდ პოზიციური კონტროლის ხარჯზე თავის სასარგებლოდ დაასრულა. აი მეორე რაუნდი კი გაცილებით საინტერესო გამოდგა. მეგნიმ დგომში კვლავ შესანიშნავად დაიწყო, თუმცა რამიზმა ის სწრაფად მიიმწყვრია ბადესთან კლინჩი და საბოლოოდ თეიქდაუნის შესრულებად შეძლო. თითქოს პირველი რაუნდის სცენარი მეორდებოდა, მაგრამ გამოცდილმა ვეტერანმა საკუთარ თავში იპოვა ძალა, მეტოქეს ქვევიდან დაუძვრა და მაშინვე უმძიმესი დარტყმების სერია დაატეხა თავს. ნილმა ბრაჰიმაი ბადესთან დაუნდობლად ჩააცხრილა და ტექნიკური ნოკაუტით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ასე ზეიმობს ტრიუმფს მორიგი ანდერდოგი. ნილ მეგნიმ მართლა მაგარი კაცია. $93 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქვემძიმე წონაში ერთმანეთს 2 ბრაზილიელი მებრძოლი რაფაელ ტობიასი და ლუკას ფერნანდო დაუპირისპირდნენ. ტობიასის პროფესიონალური რეკორდი 14 მოგებასა და 2 მარცხს შეადგენს. UFC-ში ის დანა უაითის პრეტენდენტთა სერიის გავლით მოხვდა, სადაც თავისი ოპონენტი პირველსავე რაუნდში დააფინიშა, რის მერეც თვითონ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. რაც შეეხება მის მეტოქეს ლუკას ფერნანდოს, მის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 3 მარცხია. წარსულში ის წარმატებით ასპარეზობდა LFA-ის პრომოუშენში, სადაც ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მისთვის ეს შერკინება UFC-ში ნანატრი დებიუტი იყო. თავად დაპირისპირება მესამე რაუნდში დასრულდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფერნანდო 3 რაუნდის განმავლობაში ოქტაგონზე ტოტალურად დომინირებდა. ის ბრწყინვალედ მუშაობდა როგორც ერთჯერადი დარტყმებით, ისე კომბინაციებით, საქმეში ეფექტურად ხრთავდა ფეხებს და თავის მეტოქეს დგომში ფაქტობრივად ანადგურებდა. ტობიასაც ჰქონდა რა თქმა უნდა წარმატებული ეპიზოდები, მაგრამ მეტოქის აბსოლუტური უპირატესობის ფონზე ეს ბრძოლის მსვლელობის შემოტრიალების მხოლოდ უმნიშვნელო მცდელობები იყო. ლუკასი მოწინააღმდეგეს ყველა ასპექტში ჯობნიდა, ლოგიკური დასასრული კი დასკვნით მესამე რაუნდში დადგა. ტობიასი წინ დაუფიქრებლად გაიწია, რის საპასუხოდაც ფერნანდოსგან მუცელში მუხლის უძლიერესი დარტყმა მიიღო და მალევე დაიკეცა. ლუკასი მაშინვე მივარდა ოპონენტის დასაბეგვად, მაგრამ საჯიძულებული გახდა ბრძოლა შეეჩერებინა. ლუკას ფერნანდოს ძალიან ეფექტური გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით თავის სადებიუტო ბრძოლაში. He does not switch. და ის საშუალო წონა კატეგორია 84 კილოგრამამდე ვისენტე ლუკე ტრიშონ გორის წინააღმდეგ. ვისენტე ლუკე ნამდვილი ვეტერანია, მხოლოდ UFC-ში მის ანგარიშზე 27 ბრძოლაა, ხოლო პროფესიონალურ კარიერაში საერთო რეკორდი 24 მოგებასა და 12 მარცხს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 ბრძოლაში ის მოგებებსა და წაგებებს ერთმანეთში ანაცვლებდა 3 გამარჯვება 3 მარცხის ფონზე, ლუკე მაინც ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მებრძოლად ითვლება, რომელსაც ოპონენტის როგორც ყრუ ნოკაუტში გაგზავნა, ისე მახრჩობელაილეთის
ერთით დაფინიშება შეუძლია. რაც შეეხება მის მეტოქეს ტრიშონ გორს, მისი პროფესიონალური რეკორდი 7 მოგებასა და 4 მარცხს ითვლის. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მან 7 შერკინება ჩაატარა, რომელთაგან 4-ში დამარცხდა, თუმცა თავის ბოლო გამოსვლაში აზამატ ბეკოევი დამაჯერებლად დააფინიშა. უშუალოდ დაპირისპირება სრული 3 რაუნდი გაგრძელდა და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. ეს იყო წარმოუდგენლად აქტიური ბრძოლა, ნამდვილი ომი ოქტაგონზე, სადაც უკან დახევას არავინ აპირებდა. ორივე სპორტსმენს ჰქონდა შერკინების ვადამდე დასრულების ბრწყინვალე შანსები. განსაკუთრებულად გამორჩეული მეორე მონაკვეთი გამოდგა, სადაც სიტუაცია წამიერად იცვლებოდა და ინიციატივა მუდმივად ხელიდან ხელში გადადიოდა. ხან ლუკე ცდილობდა საბმიშენის შესრულებას, ხან კი გორი იჭერდა მეტოქეს მახრჩობელაზე, რის შემდეგაც ცოტა აკლდა, რომ დარტყმების სეტყვით გაენადგურებინა. მიუხედავად ამისა, თითოეულ რაუნდში ტრიშონი ოდნავ უფრო ზუსტად და ეფექტურად გამოიყურებოდა. მებრძოლები მთელი დროის განმავლობაში ერთმანეთს დაუნდობლად სცემდნენ. დაძაბულობის პიკი რომ წარმოიდგინოთ, მუხლის ზუსტი დარტყმით ლუკემ მეტოქეს კბილიც კი ამოუგდო. მაგრამ საჭირო მომენტებში გორი სტაბილურად უმატებდა პრესინგს, ტემპს წევდა და მსაჯებს აიძულებდა სასწორი მის სასარგებლოდ გადაეხარათ. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხილეთ მაქსიმალურად სანახაობრივი და უკომპრომისო ბრძოლა, რომელიც ტრიშონ გორის დამსახურებული გამარჯვებით მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა. Someone stay. Especially now. Nice left hook, but it's a good punishment by Trey. Elbow. This round could have. საშუალო წონა და 2 ამერიკელის დაპირისპირება დონტე ჯონსონი ერიკ მაკონიკოს წინააღმდეგ. UFC-ში ერიკს 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 2 ნოკაუტით წააგო, ხოლო 2-ში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მისი საერთო პროფესიონალური რეკორდი 11 მოგებასა და 4 მარცხს შეადგენს. რაც შეეხება დონტე ჯონსონს, ის დაუმარცხებელი პროსპექტია იდეალური სტატისტიკით 8-0. ჯონსონი მკვეთრად გამოხატული სტრაიკერია, 6 გამარჯვება ნოკაუტით აქვს მოპოვებული, 1 კი საბმიშენით. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მან გზა 2025 წელს დანა უაითის პრეტენდენტთა სერიის გავლით გაიკაფა. რის შემდეგაც ორგანიზაციაში კიდევ 2 ბრძოლის მოგება მოასწრო და ახლა ოქტაგონს ერიკთან იყოფს. უშუალოდ შერკინება დაზვერვის გარეშე დაიწყო. დონტე პირველივე წამებიდან ფინიშისკენ გაეშურა და ოპონენტს შეტევების ნამდვილი სეტყვა დაატეხა თავს. თუმცა მაკონიკომ ეს გამოწვევა ღირსეულად მიიღო და მეტოქეს ხისტი პასუხები დაუბრუნა. სტარტი ნამდვილად გიჟური გამოდგა და ერთ მომენტში თითქოს ერიკი ინიციატივას ეუფლებოდა. მაგრამ ჯონსონმა უზუსტესი და წარმოუდგენლად ძლიერი მარცხენა დარტყმით მეტოქე მიწაზე გაგზავნა და სანამ რეფერი ბრძოლის შესაჩერებლად მივარდებოდა, ჯონსონმა წაქცეულ მაკონიკოს კიდევ ერთი უმძიმესი დამაგვირგვინებელი მუშტი დააყოლა. ულამაზესი გამარჯვება ნოკაუტით სულ რაღაცა 1 წუთსა და 38 წამში. დონტე ჯონსონი დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსს ინარჩუნებს და თავისი პროფესიონალური რეკორდი ზედიზედ 9 გამარჯვებამდე აყავს. მომდევნო დაპირისპირება ბრაზილია ამერიკის წინააღმდეგ. ჩარლზ ჯონსონი ედუარდო ჩაპოლინის უპირისპირდება. ჩარლზი LFA-ის ლიგის ყოფილი ჩემპიონია, მან იქ ტიტულის დაცვაც კი მოასწრო. ამერიკელი მებრძოლი UFC-ში 2022 წელს მოხვდა. მისი საერთო პროფესიონალური რეკორდი კი 19 მოგებასა და 9 მარცხს შეადგენს. ძირითადად ის დგომში ბრძოლას ამჯობინებს. კარიერის განმავლობაში ჯონს 8 ნოკაუტი აქვს გაფორმებული, თუმცა არც ჯიუ-ჯიტსუს უნარების დემონსტრირებაზე ამბობს უარს, რის დასტურით საბმიშენით მოპოვებული 4 გამარჯვება. თავის ბოლო შერკინებაში ის ასუ ალმაბაევთან დამარცხდა. თავდაპირველად ჩარლზი ხოსე ოჩოას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტურნირამდე სულ რაღაცა 1 კვირით ადრე დაიტრაუმა. ამიტომ მოკლე შეტყობინებით შემცვლელად ბრაზილიელი ედუარდო ჩაპოლინი გამოდის. ეს სპორტსმენიც გასულ წელს LFA-ის ჩემპიონი გახდა. შემდეგ დანა უაითის პრეტენდენტთა სერიაზე იასპარეზა, სადაც მსაჯთა გადაწყვეტილებით იმარჯვა და დღეს მისთვის ეს UFC-ში დებიუტი იყო. რაც შეეხება უშუალოდ ორთა ბრძოლას, პირველ რაუნდში ჩაპოლინი ჯონსონს ჯობნიდა და რაუნდსაც იგებდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეტოქეს თვალში თითი მოარტყა. ჩარლზი გონს დიდხანს მოდიოდა, თუმცა ბრძოლის განახლებიდან მალევე ბრაზილიელმა თავში არალეგალური მუხლი მიარტყა. რეფერის მოთმინების ფიალა აევსო და დებიუტანტს 1 ქულა დააკლო. ამ 5 წუთეულში ედუარდო აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა ჯარიმის გამო ანგარიში გათანაბრდა 9-9. მეორე
რაუნდი მებრძოლებმა ძალიან ფრთხილად დაიწყეს და დგომში დარტყმებს ცვლიდნენ. ყველაფერი თანაბარ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა ჩაპოლინმა უმძიმესი მარცხენა ჰუკით ჯონსონი მძიმე ნოკდაუნში გაუშვა. დარჩენილი 3 წუთი ბრაზილიელი მეტწილად დომინირებდა და რამოდენიმეჯერ გამარჯვება წინასწარად კი იზეიმა. ეს რაუნდი უპირობოდ მის აქტივში ჩაიწერა. He can back out of there. Oh, big right hand. You can see it. You can see he's fatigued now. If he lets him get to this. Good combination by Johnson. დაიწყება მესამე ხუთწუთეული. ჩანს, რომ ედუარდო აშკარად დაღლილი გამოვიდა ოქტაგონში. მაშინ როცა ჯონსონი ოქტაგონზე ისე გამოვიდა, თითქოს ენერგიით სავსე, სრულიად ახალი მებრძოლი ყოფილიყო. მან ხისტი პრესინგი დაიწყო, ოპონენტს დგომში ჩანდა, რომ ჩაგრავდა და კორპუსში ისეთ მწვავე ფრონტ-კიკებს ურტყავდა, რომ ბრაზილიელი აშკარად დაზიანდა. მალევე შეხვედრა პარტერში გადავიდა, სადაც ჩარლზმა ჯერ მძიმე დარტყმების სერია დააყარა მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი უიშვიათესი მტკივნეულ ილედზე, ტვისტერზე გამოიჭირა. ჩარლზ ჯონსონი აბსოლუტურად გიჟურ კამბექს აკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის მსვლელობისას ააგებდა, მესამე რაუნდში საბმიშენით დაუჯერებელ გამარჯვებას იფორმებს. Time to get ready. He got no time to get ready. $77 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქვესაშუალო წონაში. ერთმანეთს ამერიკელი ჩიდი ნჯოკვანი და ესპანელი ჯოელ ალვარესი დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება ალვარესს, მან საწვრთნელი ბანაკი ისლამ მახაჩევთან ერთად გაიარა და მისი სპარინგ პარტნიორი იყო. ალვარესის პროფესიონალური რეკორდი კი 23 მოგებასა და 4 მარცხს ითვლის. მისი მეტოქე ჩიდი ნჯოკვანი ამ გამოსვლას ზედიზედ 2 წაგების ფონზე შეხვდა. საერთო რეკორდით 25 გამარჯვება და 12 მარცხი. ამ დაპირისპირებაზე დიდხანს არ შევჩერდები, უბრალოდ გაჩვენებთ საუკეთესო მომენტებს, თუ კი მათ საერთოდ შეიძლება ასე უწოდოთ. სამწუხაროდ ეს იყო ტურნირის ყველაზე მოსაწყენი გამოსვლა. აქ აღსაწერადაც კი არაფერია. არენაზე შეკრებილი მაყურებელი უსტვენდა და სანახაობას ითხოვდა. სანამ ბიჭები დგომში მაქსიმალურად ფრთხილად და პასიურად მუშაობდნენ ყოველგვარი სახიფათო გამოწვევების გარეშე. ასეთ უკიდურესად უინტერესო და არასანახაობრივ ტემპში ჩიდი ნჯოკვანიმ ოპონენტს უბრალოდ მშრალი სტატისტიკით აჯობა და გამარჯვებამ საჭთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიითვალა. სულ ეს იყო, ამ ბრძოლაში მეტი აბსოლუტურად არაფერი მომხდარა. Crazy. Properly in and over. ახლა კი მსუბუქი წონა ბრაზილიისა და არგენტინის კლასიკური დაპირისპირება. ედსონ ბარბოზა ესტებან რიბოვიჩის წინააღმდეგ. რიბოვიჩი ამ ბრძოლას უდიდესი ფავორიტის სტატუსით შეხვდა. 50 წლის მებრძოლმა დანა უაითის პრეტენდენტთა სერიამდე გზა შთამბეჭდავის სერიით 10 ვადამდელი გამარჯვებით გაიკაფა, 5 ნოკაუტი და 5 საბმიშენი. მანამდე კი რამოდენიმე სხვადასხვა ლიგაში ჩემპიონობაც მოასწრო. 2022 წელს მან უაითის შოუზე ნოკაუტით იმარჯვა, რის შემდეგაც UFC-ში 7 ორთა ბრძოლა ჩაატარა და 4-ში მოგება მოიპოვა. თუმცა ბოლო შერკინებაში მატეუშ გამროთან დამარცხდა საბმიშენით. რაც შეეხება ედსონ ბარბოზას, ის თავის ოპონენტზე 10 წლით უფროსია. ეს გახლავთ ნამდვილი ვეტერანი, რომელსაც მხოლოდ UFC-ს კედლებში 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მისი საერთო პროფესიონალური რეკორდი კი 24 მოგებასა და 15 მარცხში ადგენს. ის სტრაიკერია, რომელიც უპირატესობას დგომში ჩხუბს ანიჭებს. ბოლო 16 წლის განმავლობაში მან ოქტაგონი დივიზიონის აბსოლუტურად ყველა ტოპ მებრძოლთან გაიყო. დონალდ სერონესთან, ტონი ფერგიუსონთან, ენტონი პეტისთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ჯასტინ გეიჯისთან და ჩვენ გიგა ჭიკაძესთანაც კი, რომელთანაც მაშინ ნოკაუტით დამარცხდა. სამწუხაროდ ახლა ბრაზილიას კაი დღეები არ აქვს და ამ შეხვედრას ზედიზედ 3 მარცხის ფონზე მოადგა. თავად დაპირისპირება მეორე რაუნდში დასრულდა. წვრილმან დეტალებში არ შევალ, რადგან ესტებან რიბოვიჩმა ბარბოზამ დგომში უბრალოდ გაანადგურა. ბრძოლის შეჩერება თავისუფლად შეიძლებოდა პირველივე 5 წუთეულში, მაგრამ ედსონმა წარმოუდგენელი ხასიათი გამოავლინა. ის არ აღმოჩნდა ყრუ ნოკაუტში, არ დაცემულა და არ დანებებულა. ბოლომდე გმირულად აგრძელებდა ბრძოლას, სანამ რეფერიმ ამ ცალმხრივ ცემას უბრალოდ ვეღარ გაუძლო და შეხვედრა გააჩერა. რიბოვიჩის დამაჯერებელი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია თუ როგორ სასტიკად სცემენ ლეგენდარულ ვეტერანს. ამ გამოსვლისთანავე ედსონ ბარბოზამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება ადამიანი, რომელიც გალიაში მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების რამოდენიმე თაობის წინააღმდეგ გადიოდა. მას უდიდესი პატივისცემა. Honor to call your fights.
and enjoy the rest of your life, sir. Ladies and gentlemen, the great Edson Barboza for the final time inside the octagon. შემდეგი ბრძოლა საშუალო წონაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ორი ამერიკელი მასურ აბდულმალიკი და დასტინ შტოლცფუსი დაუპირისპირდნენ. დასტინის საერთო პროფესიონალური რეკორდი 16 მოგებასა და 8 მარცხს შეადგენს. ამ დაპირისპირებას ის ზედიზედ 2 წაგების ფონზე შეხვდა. შტოლცფუსი უდიდესი ანდერდოგის სტატუსით გამოდიოდა, თანაც ის 34 წლისაა, მაშინ როცა მასური სულ რაღაცა 28-საა. აბდულმალიკი შესანიშნავი სტრაიკერია, რომელიც ლიგაში დანა უაითის პრეტენდენტთა სერიის გავლით მოხდა, რის შემდეგაც ზედიზედ 3 ვადამდელი გამარჯვება გაიფორმა. თუმცა თავის ბოლო გამოსვლაში იუსრი ბელგარუისთან ნოკაუტით დამარცხდა. მასური გამოკვეთილი ფავორიტი იყო და ცოტას თუ სჯეროდა, რომ მას ამ შერკინებაში შეიძლება წაეგო. უშუალოდ ორთა ბრძოლა აბდულმალიკმა ძალიან ენერგიულად დაიწყო. ის მეტოქეს დგომში შესანიშნავად ანადგურებდა და აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა. მაგრამ საწყისი მონაკვეთის შუაში შტოლცფუსმა მისი შეტევების ტემპი მჭიდრო კლინჩით გააჩერა. რამდენიმეჯერ თავში მუხლი გაარტყა, შემდეგ კი მერაბ დვალიშვილის სტილში ეფექტური გდება შეასრულა. რის ხარჯზეც ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე ხუთწუთეულს მასური კვლავს ზედმეტად აქტიურად იწყებს, ეფექტურად რთავს ფეხებს, მუხლებს, მაგრამ დასტინი თავს ისევ კლინჩში შველის. დაპირისპირება პარტერში გადადის, სადაც აბდულმალიკი ოპონენტის ზემოდან ჩაქოლვას იწყებს. თუმცა მებრძოლები მალევე ფეხზე დგებიან და სასტიკად ერთვებიან დარტყმების გაცვლაში. შტოლცფუსი მიზანში სულ უფრო ხშირად და ზუსტად არტყავს. რაუნდის ბოლოსკენ კი მეტოქეს მჭიდრო მახრჩობელა ილედზე იჭერს და დანებებას აიძულებს. ამ ფენომენალური ფინიშისთვის დასტინმა $100,000 ბონუსი დაიმსახურა. ეს იყო წარმოუდგენლად მაგარი სანახაობა. 2 მაქსიმალურად დატვირთული რაუნდი, სადაც ინიციატივა მუდმივად ერთი მებრძოლიდან მეორის ხელში გადადიოდა. ნამდვილად ულამაზესი და უკომპრომისო ბრძოლა. დააკვლა ამერიკისა და ბრაზილიის დაპირისპირება მსუბუქ წონაში. ჯელინ ტერნერი, კაუე ფერნანდესის წინააღმდეგ. ტერნერი UFC-ში 2018 წლიდან გამოდის, მისი პროფესიონალური რეკორდი კი 15 მოგებასა და 9 მარცხს ითვლის. მას თამამად შეგვიძლია უნივერსალური მებრძოლი უწოდოთ. კარიერის განმავლობაში 12 ნოკაუტი აქვს გაფორმებული და 4 საბმიშენი. რაც შეეხება ბრაზილიელს, ფერნანდესი შუტე ბრაზილიის ლიგის ყოფილი ჩემპიონია. UFC-ში მისი დებიუტი 2023 წელს შედგა, სადაც მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მაგრამ შემდეგ ზედიზედ 3 ბრძოლისგან შემდგარი დამაჯერებელი სერია გამოაცხო, 2 მოგება ნოკაუტით და 1 მსაჯების გადაწყვეტილებით. სხვათა შორის სწორედ ამ სერიის ფარგლებში მან დაამარცხა გურამ ხუთათელაძე მსაჯების გადაწყვეტილებით. კაუე ბრწყინვალედ მუშაობს ფეხებით და შეუძლია ოპონენტი თავისი უმძიმესი ლოუ-ქიქებით ფაქტობრივად გაანადგუროს. უშუალოდ ორთა ბრძოლაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი ზუსტად 39 წამში დასრულდა. ფერნანდესმა როგორც მოსალოდნელი იყო ბრძოლა ხისტი ფეხების დარტყმებით დაიწყო, მაგრამ ტერნერმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა, სახეში უმძიმესი დარტყმით ძირს დასცა და მიწაზე უკომპრომისოდ ჩასხრილა. ამერიკელის ძალიან ეფექტური და სანახაობრივი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. საღამოს თანამთავარი ბრძოლა სატიტულო დაპირისპირება მინიმალურ წონაში მოქმედი ჩემპიონი მაკკენზი დორნი ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ. დორნმა კამალი გასული წლის ოქტომბერში აბუ-დაბის ტურნირზე მოიპოვა და თავის პირველ დაცვაზე დამაჯერებელი ფავორიტის სტატუსით გამოდის. ის უმაღლესი კლასის ჯიტსერია და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. მაკკენზის ბევრჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატები და სხვა პრესტიჟული ტურნირები. ამ სფეროში მისი ყველა რეგალიის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია. მისი პროფესიონალური
პროფესიონალური რეკორდი MMA-ში 16 მოგებასა და 5 მარცხს შეადგენს. თანაც ყველა გამარჯვება ან საბმიშენით, ან საჯების გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული. რაც შეეხება კანადელ პრეტენდენტს, რობერტსონის პროფესიონალური რეკორდი 17 მოგებასა და 8 მარცხს ითვლის. ის UFC-ში 2018 წლიდან ასპარეზობს, საბმიშენების რაოდენობით ლიგის რეკორდსმენია და ამ მომენტისათვის ზედიზედ 5 ბრძოლისგან შემდგარი მოგებების სერიით მოდის. გადავიდეთ უშუალოდ ორთა ბრძოლაზე, მანამდე კი საუკეთესო კადრებს დაგიტოვებთ. შერკინება სრული 5 რაუნდი გაგრძელდა და ვერ ვიტყვით, რომ სუპერსანახაობრივი გამოდგა. მიუხედავად ამისა, მაკენზი ობიექტურად უკეთესი იყო. ის უფრო ხშირად ასრულებდა ტეიქდაუნებს, მეტოქეს დგომში აშკარად ჯობნიდა. ერთ ეპიზოდში კი კანადელის დახჩობასთანაც ძალიან ახლოს იყო. მაშინ რობერტსონი მხოლოდ გონგმა იხსნა. საერთო ჯამში დორნი დამაჯერებლად დომინირებდა. რა თქმა უნდა, ჯილიანს ჰქონდა წარმატებული მომენტებიც, განსაკუთრებულად დასკვნით მონაკვეთებში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. მაკენზი ჯორმა წარმატებით დაიცვა თავისი ტიტული და გამარჯვებამ საჭთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაისაკუთრა. როგორც ველოდით, ტურნირის თითქმის მთელი ქარდი წარმოუდგენლად აქტიური და შთამბეჭდავი გამოდგა. აი, ორმა მთავარ სატიტულო დაპირისპირებამ კი სამწუხაროდ განსაკუთრებული სანახაობით ვერ დაიტრაბახებს. და აი UFC 330-ის მთავარი მოვლენა, ისლამ მახაჩევი იან მაჩადოგერის წინააღმდეგ. მე არ დავიწყებ ამ მებრძოლების დეტალურ გაცნობას, ორივე მათგანზე ჩემს არხზე უკვე დევს ვრცელი ვიდეოები, მათ შორის ჩემი დიდი დოკუმენტური ფილმი გერის კარიერის შესახებ. ასე რომ ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისლამისთვის ეს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩხუბი იყო. ჯერ ერთი ეს მისი მეორე ქამრის პირველი დაცვა გახდათ და მეორეც ეს გამარჯვება მას ანდერსონ სილვას ისტორიული რეკორდის მოხსნის საშუალებას მისცემდა. რაც შეეხება იენს, ამ დაპირისპირებაში ის იყო ანდერდოგი. მთელი თავის კარიერის განმავლობაში ის მხოლოდ შავკატ რახმონოვთანაა დამარცხებული და აბსოლუტურად ნებისმიერი მეტოქისთვის უკიდურესად უხერხულ ოპონენტად რჩება. პირდაპირ ბრძოლაზე გადავიდეთ. თითოეულ რაუნდს ცალ-ცალკე არ განვიხილავ და სურათს მთლიანობაში შევაფასებთ. როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირება სრული 5 რაუნდი გაგრძელდა და გამარჯვებამ საჯების გადაწყვეტილებით ისლამ მახაჩევმა მოიპოვა. თუმცა ამ ტრიუმფს მარტივს ნამდვილად ვერ უწოდებთ. არ ვიცი, იენმა საქართველოში გატარებული სამდღიანი შეკრების დროს ასე გააუმჯობესა თავისი ჭიდაობა თუ ბრაზილიაში ჩარლზ ოლივერამ და დენიემ მაიამ მოამზადეს ასე ხარისხიანად, მაგრამ მან ტეიქდაუნებისგან ბრწყინვალე თავდაცვა აჩვენა. მოკლედ რომ ვთქვათ, მახაჩევმა ძირითადად კონტროლის ხარჯზე გაიმარჯვა. ის გამუდმებით აკრავდა იენს ბადესთან ან პარტეში აკონტროლებდა, რითაც სრულად გახსნის საშუალებას თავის მეტოქეს არ აძლევდა. ისლამს მშვენივრად ესმოდა, რომ დგომში გერის მეტი შანსი ჰქონდა, ამიტომ მას დასარტყამ დისტანციაზე არ უშვებდა, ცდილობდა კლინჩის გამოყენებას და ბრძოლის მიწაზე გადაყვანას. დიახ, მეორე რაუნდში მახაჩევმა ფეხის ძლიერი დარტყმით გერი ნოკდაუნში გაუშვა. თუმცა არც იენი რჩებოდა ვალში, ის ფეხებით შესანიშნავად მუშაობდა და ჩემპიონს ბლოკში ურტყავდა უმძიმეს ქიქებს. ამ დარტყმებმა მახაჩევს სერიოზული ზიანი მიაყენა. ვიზუალურად ისლამი ბევრად უფრო ნაცემი ჩანდა. საერთო ჯამში მსაჯებმა 4 რაუნდი მახაჩევს მისცეს, 1 კი მაჩადოგერის. ეს იყო წარმოუდგენლად ახლო და თანაბარი ბრძოლა, რომელიც ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებასთან ერთად ისლამისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოდგა. სხვათა შორის პრესკონფერენციაზე მახაჩევმაც დაადასტურა, რომ ვოლკანოვსკისთან შერკინება მაინც უფრო რთული იყო. ოქტაგონზე აშკარა თვალშისაცემი იყო გაბარიტებში სხვაობა. იენი შესამჩნევად მაღალი გახდათ და ისლამს მასთან ჭიდილი ობიექტურად უჭირდა. ცნობისთვის ხაბიბ ნურმაგომედოვი წინასწარ აფრთხილებდა ყველას, რომ ეს ჩემპიონისთვის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა იქნებოდა და ასეც მოხდა. მიუხედავად ამისა, ისლამმა გამარჯვება მაინც მოიპოვა, მოხსნა ანდერსონ სილვას რეკორდი და განაცხადა, რომ გაჩერებას არ აპირებს. მისთვის სრულიად სულ ერთია თუ ვინ იქნება შემდეგი პრეტენდენტი. ჰორიზონტზე კი კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი ჩანან. ორივე მაღალი, ფიზიკურად ძლიერი ბიჭები არიან და ნოკაუტებელი დარტყმით. ნახოთ, ვისთან მოუწევს მახაჩევს ტიტულის შემდეგი დაცვა. მით უმეტეს, რომ თავი კვლავ შეგვახსენა შავკატ რახმონოვმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ერთწლიანი პაუზის მიუხედავად მახაჩევის დამარცხება შეუძლია. მართალია თავად ისლამი გაჩერებას არ აპირებს, მაგრამ ამ ურთულესი ბრძოლის შემდეგ ბევრმა გულშემატკივარმა ალბათ გაიფიქრა. ხომ არ ჯობდა ჩემპიონს კარიერა სწორედ ახლა დიდების ზენიტში და ასეთი ისტორიული მიღწევით დაესრულებინა. არც კი ვიცი აქ მეტი რა დავამატო. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. დღეისათვის კი სულ ეს იყო. იმედია ეს გამოშვება მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.